თბილისის დროით 18 საათია, თქვენ უყურებთ Star Vizias და უსმენთ Star FM-ს. ახალ ამბებს ლევან ინასარიძე გაგაცნობთ, მოგესალმებით. საქართველოს იმსახურებს, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა აქ ჩატარდეს, ვინაიდან თქვენ ხართ ლიდერი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ გააკეთა. მისი ინფორმაციით, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმზე დასასწრებად უკვე დარეგისტრებულია 4000-ზე მეტი მონაწილე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს ფორუმზე მთავარი ამოცანა ინვესტორებისთვის მაქსიმალურად დადებითი მოლოდინის შექმნაა. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის მაქსიმალურად დადებით ჭრილში წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი, მაქსიმალურად დადებითი მოლოდინი შევქმნათ იმ ინვესტორებს, რომლებიც თბილისს ამ ერთი კვირის განმავლობაში ეწევიან, განაცხადა გიორგი ქადაგიძე. ასეთი ფორუმის საქართველოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯსა და საინვესტიციო პოტენციალზე, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თუ როგორ შეძლებს საქართველოს ხელისუფლება თავის წარმოჩენას, აცხადებს Newsday-სთან საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე. ესეთი ფორუმი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯის გასაუმჯობესებლად და მისი ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად. აქ მთავარია რისი ჩვენება შეგვიძლია. და ეს ქვეყნისთვის ძალიან ხარჯიანი ღონისძიება. არა მარტო იმიტომ, რომ 4 მილიონი ლარის ჯიბების ხელა მოუწია და რამე მისმა საორგანიზაციო ხარჯებმა უკვე დიდი ხანია ამას გადააჭარბა 100 მილიონს. ქვეყანაში ლარი გაუფასურდა 30%-ით. ფინანსური არასტაბილურობა ინვესტორებისთვის, ასე ვთქვათ, ცუდი ნიშანია. და მეორეც, სულ ახალგაზრდა გამოცხადებული მთავრობა, ანუ რამდენად ენდობა ინვესტორი საფინანსო სისტემას, რამდენად ენდობა ინვესტორი პოლიტიკურ სისტემას. ერთია შანსი, რომ ეს ფორუმი გამოვიყენოთ და მეორეა შემცირებული ჩვენი რესურსები, რომლითაც შეიძლება დავზრდოთ. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ვარაუდობს, რომ EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც თბილისში იმართება, აისახება ყველა პროცესზე, მათ შორის გაცვლით კურსზე ღონისძიება, რომელიც ამ კვირის განმავლობაში ტარდება, საქართველოსთვის როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კარგია. ეს ღონისძიება ზრდის საქართველოსადმი ინტერესს, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და ზრდის შესაძლებლობას იმისა, რომ განვავითაროთ ეკონომიკა, რაც თავისთავად აისახება ყველა პროცესზე, მათ შორის გაცვლით კურსზე, განაცხადა ნოდარ ხადურმა. საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტორთა საბჭოს ქმნიან შესაბამის მემორანდუმს დღეს მოეწერა ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუნა ჩაკრაბორტემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიხედვით საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ. 31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული დასავლური არჩევანია. ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა NDI-ის კვლევების შედეგების კომენტირებისას გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა სწორედ 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე საჭიროა პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია ევროატლანტიკური იდეის პოპულარიზაციის მიზნით. პოლიტიკური საკითხის პარალელურად საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებზე. ცოტა ხნის წინ დასრულდა გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან, სადაც საუბრის ძირითადი თემა საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოტენციალს შეეხებოდა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველოს უფრო მეტი უნდა გააკეთოს და მეტად იყოს ჩართული ევროკავშირის სხვადასხვა პროექტებში. საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით საუბრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოს გაწევრიანებაზე ევროკავშირის ენერგო გაერთიანებაში. დღის სხვა სიახლეები. კულტურის მინისტრის ინიციატივა გასვლითი ღონისძიებებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გახორციელდება. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეიმუშავებს სპეციალურ რეგულაციებს, თუ რა წესების დაცვით უნდა მოხდეს ბავშვებისა და არასრულწლოვნების გასტროლზე, სპორტულ შეკრებებსა და სკოლის ექსკურსიებზე წაყვანა და სასტუმროებში დაბინავება. ჯგუფში აქტიურად ჩასართავად მზად არის განათლების უწყებაც. შეთავაზება მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ასევე ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმაც. სისტემის ჩამოყალიბებაში სავარაუდოდ მონაწილეობას UNICEF-იც მიიღებს.
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით საქმე ეხება თბილისში 2012 წლის 17 მაისის მოვლენებს. ყველა არსებული სამხილის გათვალისწინებით სასამართლო აცხადებს, რომ განცხადებლებზე თავდასხმა 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული მსვლელობისას წაქეზებული იყო მათ მიერ, ვინც მტრულად არის განწყობილი LGBT საზოგადოების მიმართ საქართველოში. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ დემონსტრანტები, ეს ვერ მოახერხეს სტრასბურგის სასამართლომ იდენტობისა და 14 განცხადებლის სასარგებლოდ რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. შედეგად მოპასუხე ქვეყანა საერთო ჯამში 33500 ევროს გადახდა დაეკისრა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა ანაცხაურდეს. დონეცკის სეპარატისტულმა რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღიარა. კადრებს, სადაც შესაბამისი დოკუმენტების გადაცემის პროცესია ასახული, რუსული მედია საშუალებები აქტიურად აშუქებენ. დონბასის სეპარატისტების განცხადებით, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი მეგობრულად განწყობილ ხალხებს შორის. ოკუპირებელმა ცხინვალმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა 1 წლის წინ ცნო. სოხუმში ამბობენ, რომ საფასუხო გადაწყვეტილებას ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უახლოეს მომავალში მიიღებს. კანადა უკრაინას 30 მილიონ კანადურ დოლარს გადაურიცხავს. უკრაინული მედიის ცნობით აღნიშნული თანხა კიევმა ჰუმანიტარული და დემოკრატიული ინსტიტუტების გასავითარებლად უნდა მოიხმაროს. ფინანსური დახმარების თაობაზე კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დუგლას ნიკოლსონმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გუშინ გამართული შეხვედრისას აცნობა. ნიკოლსონმა ასევე განაცხადა, რომ დონბასში არსებული ვითარების დარეგულირება კანადის საგარეო უწყების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ტეხას ტორნადომ გადაუარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შტატში მდგომარეობა უაღრესად გართულდა. სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაკარგულად მიიჩნევა. რამდენიმე ათეული მძიმედაა დაშავებული. ოფიციალური ინფორმაციით, ტეხასის დაბა ვენში 50-ზე მეტი სახლია განადგურებული. დაზიანებულ შენობებს შორის ადგილობრივი სკოლაც არის. მეტეოროლოგთა ცნობით, ტორნადომ უმაღლეს დონეს მიაღწია. ქარის სიჩქარე საათში 140 მილს აღწევდა. ტორნადომ მეზობელი შტატები არკანზასი და ნეშვილის დააზარალა. ამერიკის რამდენიმე შტატში სამაშველო სამუშაოები დილიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. და ბოლოს სიახლე სპორტის სფეროდან კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ მორიგი ორთაბრძოლა ნოკაუტით მოიგო. ჭიკაძემ ამერიკის K1-ის წესებით გლორის 21 შოუზე 31 წლის კანადელი კენ ტრანი დაამარცხა. გლორის ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია, სადაც მხოლოდ A-კლასის კატეგორიის სპორტსმენები მონაწილეობენ. ბრძოლის მესამე რაუნდში გიგა ჭიკაძემ ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა შემდეგი ორთაბრძოლა გადაიდოს. ჭიკაძემ ბრძოლის თაობაზე სტავიზიასთან ისაუბრა. მისი თქმით, სწორმა ტაქტიკამ ძლიერ მეტოქესთან დადებითი შედეგი მოუტანა. აი ესეთი გახლავთ ჩემს ხელს რასებული ყველა ძირითადი სიახლე ამ დროისათვის. მე დროებდი გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით რა თქმა უნდა. თქვენ უყურეთ Star Vizias და უსმინეთ Star FM-ს.